другие горчичные алкогольные напитки. ქვეყანაში, რომელიც დღითიდღე ევროპულ ღირებულებებს შორდება და დემოკრატიული პარტნიორი ქვეყნებიდან იღებს მკაცრ გაფრთხილებას, არალეგიტიმური ხელისუფლება ამ ყველაფრის პარალელურად რუსულ სიმღერებს გვაჩვევს. პოპეზურადაც მასპინძლობენ რუსულ ესტრადას და ბათუმის ბულვარშიც რუსული სიმღერის ჰანგებზე აცეკვებულ რუსებს ახალ სტატუს კვოდ გვასაღებენ. რუსული რეალობის მორგება და მათთვის მოწყობილი კომფორტული გარემო უკვე თვალში ნათლად საცემია თბილისშიც. რუსული ბანერები, რუსულ ენაზე დაწერილი მოპატიჟების ტექსტები და რუსულ ენაზე შეთავაზებული მომსახურება თბილისის ქუჩებშიც მრავლადაა. გამარჯობა. ეს ის რეალობაა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. ექსკურსიები რუსულად, რომლებიც საქართველოს როგორც ერთ დიდ დუქანს ისე არეკლამებენ. გიდები ოკუპაციაზე დუმან. ეს ყველაფერი კი ოკუპანტების მომსახურების სფეროდ გვაქცევს, რაც ოცნებამ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია. Тамадой становится свой, вот так ходишь, вот молодых годов, да, из него хорошая тамада получится, все родственники, друзья смотрят, соседи. Он руководит Гуччи компанией. რუსები ისვენებენ, ქართველები ვემსახურებით და თან კითხვის პასუხად იციან თუ არა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსების მიერ. რეაქციები ასეთი აქვთ. Это не значит, что мы испытываем какую-то вину из-за этого. Не понимал еще ничего, что происходит. Как вы отдыхаете в Грузии? Хорошо. Вы знаете, что 20% оккупировано в Грузии из России? Оккупировано из России? Да. Абсолютно неинтересно. Знаете, что 20% оккупировано в Грузии из России? Нет, не знаю. А про войну, что в Украине, вы тоже это не знаете? 20% у нас в Грузии оккупировано из России. 20%. А что вы хотите нас еще спросить? რუსულ კონცერტებს, ღრეობებს და პომპეზურ ქორწილებს ერთგვარად შეგვაგუეს. გვაგუებენ ახალ რუსულ ბიზნესებსაც, სადაც ვერც ქართულ მომსახურებას და ვერც ქართულ სიტყვას გაიგონებ. რუსული რესტორნები, კაფეები, რუსი არტისტებით დაკომპლექტებული ღონისძიებები, კაფე-ბარები, თმის მოვლის სალონები, სავარჯიშო დარბაზები მხოლოდ რუსებისთვის. ივანიშვილმა თანამედროვე საქართველოს ნაწილად აქცია. Поднялась, и они у меня перед глазами. Извини, если плохо. А у нас, если холодный, то большие порции. Сказать вам что-нибудь? როგორ ყიდიან ბინებს სოციალურ ქსელებშიც русულ ენაზე, რუსული ტექსტებით და რუსული გახმოვანებით. ხშირად შეხვდებით თუ როგორ ეპატიჟებიან მზიან საქართველოში, ისე როგორც მათ საკუთარ მიწა-წყალზე. 34-го этажа популярного в Батуми комплекса Orbi Beach Tower, а там вид на море. И в этом комплексе у нас продается целый этаж. Снимаю вам обзор на мой дом. Вот он, серый, с синими балкончиками. Находимся в районе Ваке. Это улица Тактакишвили, бывшая Рижская улица, моя любимая улица Ваке. სოციალურ ქსელებში ნახავთ რეკლამებს რუსულ ენაზე. როგორ მიიღონ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში ცხოვრების თუ მოქალაქეობის უფლება. Если моя мама родилась в Грузии, могу ли я получить грузинское гражданство? Да, конечно, вы можете. Я получил пиродобу, это ВНЖ грузинская. Как получить гражданство Грузии, не сдавая экзамен? რუსებს საქართველოს მოწონთ, რომ კარგი დუქანია და გვემსახურებიან და ნორმალურ პირობებში ვართ და ასე შემდეგ და განსაკუთრებით ბათუმში რაც ხდება და აჭარაში რაც ხდება, ეს არის საგანგაშო სიგნალის მატარებელი. ანუ ფაქტობრივად ოკუპირებული სახელმწიფოს პირობებში ვართ, იმიტომ რომ რუსებს აქვთ ხელისშეწყობა როგორც ბიზნესის წარმოებაში, ისე საბანკო გადარიცხვებში, ისე სანქციების გვერდის არიდებაში, ისე ადგილობრივ დონეზე აი სხვადასხვა სახის აი ამ კულტურული ექსპანსიის წარმოებაში. ხედავთ რომ რაღაც კონფერენციებს ატარებენ, ხედავთ რომ დაბადების დღეებს აქ იხდის ლავროვის გარემოცვა, ხედავთ რომ აქ ისვენებენ, ხედავთ რომ მათი ოფშორული ეს შავი ფული ქართული აი ამ ფინანსური საშუალებებით ტრიალებს. სადაც პოლიტპატიმრები გვყავს რუსული მეთოდების გაპროტესტების გამო. პარალელურ რეალობაში ხედავთ რუსებს, რომლებსაც სახელმწიფო ხელს უწყობს, რომ მათ სასათბურე პირობებში იცხოვრონ, დოვლათი შექმნან და რუსულ რეალობას შეგვაგუონ.
ბიზნესს რასაც ხსნიან, კაფეები იქნება თუ რაღაცა მაღაზიები იქნება, რუსები ხსნიან მხოლოდ რუსებისთვის. ანუ ის ფული ქართველებს რო გონე, აი რაღაცა 18%, 19% მიდის ბიუჯეტში, რომელსაც მე ისევ კოცი იპარავს, ისევ რუსს უბრუნებს, დანარჩენი მე და ჩვენ თანამოქალაქე არაფერს არ ვხეირობთ, გარდა იმისა, რომ აქ რუსული კრაზანის ბუდეები ჩნდება და რუსული ბიზნესი, აი ამ იქიდან გამომდინარე, რომ მეტი კაპიტალი აქვს ვიდრე ქართველებს გვაქვს, ჩვენს ადგილობრივ ბიზნესებს უქმნის დამატებით კონკურენციას და უგდებს ფასს. რუსების ჰეგემონია, რომელიც რაღაცა ფაქტიურად უიარო ოკუპაციას ნიშნავს, გამოწვეულია ამ რუსული მთავრობიდან რა, რომ არ არსებობდეს ეს ნება მთავრობისგან, რომ ეს ადამიანები შემოდიოდნენ, რაღაც უვიზოთ 365 დღის განმავლობაში შეეძლოთ ცხოვრება, ეს პრობლემა არ დადგებოდა და ეს პრობლემა მოსაგვარებელია სწორედ იმით, რომ რუსული მთავრობა რაც შეიძლება მალე არის შესაძლებელი. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ რაღაცა ვიქნებით ან მომსახურე პერსონალი რამდენიც დავრჩებით ქვეყანაში, ან უბრალოდ ქვეყანა იქნება და რუსეთის ოცნება ასრულდება, რომ საქართველო ქართველების გარეშე. ეკონომიკური დოლოთის შექმნად გვასაღებენ, რომ რუსული ბიზნესი ქართველებისთვის კარგის მომტანია, თუმცა ეს რეალობისგან შორს არის. რუსული ბიზნესი ყოველთვის კორუფციულია და ეს მცირე ბიზნესის შემთხვევაშიც არ არის გამონაკლისი. შექმნილი კომუნები და რუსების ფული ისევ რუსეთის ინტერესებს და მათ დღის წესრიგს ემსახურება.